აჭარის ტელევიზიის მაყურებელი იცნობს ამ ადამიანს სხვადასხვა გადაცემებიდან, მაგრამ უფრო კარგად მინდა რა. დაბედებული გაქანასამყაროა. ნუ გორკის ჩვენ ქუჩა. გადაცემა როა ერთი ქორწილი ხდება. ანუ ვერ სამრავლებ აქტიურად ჩვენი გადაცემა. აი რა ბედნიერია პატარძალი ნა. გოგო თუ შეეძინათ ანას დაარქმევ. დაარქვან არ ვარ წინააღმდეგ. ძალიან მაგარი ბიჭი მინდა რომ გავაცნო, ჩემი გადაცემის მაყურებელს პირადად, იმიტომ რომ სხვა გადაცემებიდან ამ ადამიანს იცნობს აჭარის ტელევიზიის მაყურებელი, ფსიქოლოგი, თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან მაგარი ახალგაზრდა ჩამომრჩა უკვე. აქიდან. ой, აქიდან მო. რაღაცა დაგვედგა გვინდოდა, მაგრამ არ დავდგომსა, ესე დავიწყებთ. ლუკა გაფრინდაშვილი. მადლობა, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. აბა ლუკა, როგორ ვცნობ თავს და როგორ დაიწყო შენთვის 2025 წელი? პირველივე დღეები გავატარე უკვე საზღვარგარეთ, სტამბულში ვიყავი. რატო დარბიხარ დღეს რა იყო? არ დავრბივარ, აი მე ისე სხვათა შორის ძალიან სწრაფი ისაა ტემპი სიარულის და შენელება მომიწევს. მეც ძალიან სწრაფად დავდივარ და მე ჩავაგენი მიზეს თუ რატო დავდივარ სწრაფად. სულ სწრაფი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დანიშნულების წერტილამდე. სხვათა შორის მეც ვიცი მიზეზი ჩემი სწრაფი სიარულის, რო გამოვდივარ ეგრევე ყურსასმენებს ვიკეთებ, მუსიკას ვუსმენ. ჩემს პლეილისტზე რაც არის, ძირითადად ნელტემპიანებს ნაკლებად ვუსმენ. და ესე იგი მუსიკის ტემპს მიყვები. კი. ცხოვრების გზის გავლის დროს ხელს გუშლის ალბათ რაღაც სხვადასხვა ტიპის მიჯაჭვულობები, ხო? აი, სულ მახსენდება იუნგის სიტყვები, რომ ნებისმიერი ტიპის მიჯაჭვულობა არ აქვს მნიშვნელობა ეს. რაღაც ალკოჰოლი იქნება, სასმელი იქნება, ადამიანი იქნება თუ რაიმე რაღაცა მატერიალური რაღაც სხეული, რეგრესულ მდგომარეობამდე მიყავს ადამიანი. საიდან მოდის საერთოდ ეს მიჯაჭვულობები? მოდის იქიდან, რომ ადამიანი რეალურად არ არის ის არსება, რომელსაც შეუძლია რომ მიჯაჭვულობის გარეშე იარსებოს. იმიტომ რომ არ ვართ მარტო ხელა არსებები. დამოკიდებულება სხვა ადამიანებზე, დამოკიდებულება შენ საქმეზე, ჰობზე, ან აქტივობაზე რაღაცა, აი შენს ინტერესებს ხონებისმიერ არის ჯანსაღი თუ არის ბალანსირებული. თუ ბალანსი ცდება და ატყობ რომ ვეღარ ახერხებ გადანაწილებას შენი ინტერესების, შენი ცხოვრების, ამ შემთხვევაში ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მიჯაჭვულობაა ვთქვათ. ალბათ იმიტომ ხდება, რომ სხვა გზა ადამიანს ვთქვათ არ უპოვია ისეთი, რომლითაც შეუძლია რომ შეივსოს. რაღაცა ობიექტზე ან ვიღაცაზე მიჯაჭვული, როდესაც ხდება ადამიანი, ალბათ მისთვის ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მარტო არ იყოს. საბოლოო ჯამში ყველა კითხვაზე პასუხი მიდის იქამდე, რომ ადამიანის მთავარი შიში არის მარტოობა? მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, რომ ადამიანის ყველაზე დიდი სასჯელი არის, რომ მარტო იყოს. შენი ცხოვრების პრაქტიკაში შეგხვედრია ადამიანი, ვის სიღრმეშიც ეგ შიში არაა? სიმართლე გითხრათ არა. მე არ მინახავს ანუ თვითკმარობა ეს ილუზიაა? კი, მე ასე მგონია, კი. იმიტომ რომ ადამიანი არ არის თვითკმარი არსება. და ზუსტად მაგაში ადამიანის ხიბლი მე მგონი. ჩემი ერთი კარგი ლექტორი მეუბნებოდა, რაღაც არსებობს, რომელიც იცი რომ არსებობს, მაგრამ ამასთანავე ისიც იცი რომ ვერ მიაღწევ. მაგრამ ამის გამო არ წყვეტ ამ გზაზე სიარულს. აი ესე მგონია რომ 28 წლის კი არა, ერთი 2000 წლის ხარ და შენ უეჭველი 2000 წლის ხარ. არ გაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნებები, რომ რაღაც პირველად არ ხარ ამ სამყაროში? სიმართლე რომ ვთქვა, არა. უფრო სკეპტიკურად ვარ. ვიცი რომ სკეპტიკურად ხარ. და ყოველთვის მგონია რომ ძალიან დიდი დოზით არის შენში აი ეს ემპათია. კი. ერთადერთი რაც ჩემი თავის შესახებ არ მერიდება რომ ვთქვა, ყველაფერი მერიდება, მე მგონი დანარჩენი. ერთადერთი რაც არ მერიდება, ეგ არის რომ შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ კეთილი ადამიანი ვარ. როგორ ფიქრობ, აი ეს ადამიანები ვთქვათ, მოდი ესე ცოტა ესე დავარქვათ, ამაღლებულად, აი სულები, მატერიაში პრაქტიკის გავლის გარეშე. ერთმანეთს გრძნობენ? ეგ არის ერთ-ერთი მომენტი, რის გამოც ღირს ჩემი პროფესია. იქ რო შევდივართ იმ ოთახში და მარტო ვართ და ინტიმური სივრცეა ერთ ადამიანთან, ისიც გრძნობს და მეც გრძნობ, რომ ორივეს შინაგანი სამყარო დანახულია. ანუ ის მე მხედავს, მე მას ვხედავ და ანუ სრული სიშიშვლე. გაფრთხილებული ყველაფრისგან. ექსგიბიციონიზმი, ოღონდ არა ეგ დაპირი მნიშვნელობა. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მომენტი, როცა შეგიძლია რომ სხვისი თანდასწრებით, აი ეგ თქვა გაშიშულდე შინაგანად და
იქიდან საპასუხოდ არც განსჯა, არც თქვათ შეფასება და უბრალოდ მიღება როგორიც ხარ ისეთის და ესეთი მომენტები უფრო მგვრისცემლებს, ვიდრე თქვათ რაღაცა ბოროტების დანახვა და ვიდრე რაღაცა ისეთების რა. აი ერთ-ერთი მოკლედ ცნობილი თერაპევტი წერს, რომ ანუ როდესაც შედიხარ თერაპიულ ოთახში, შენს წინ როცა ზის ადამიანი ყველას დიდი წიგნი ეგაა და აბსოლუტურად უნდა დაივიწყო ყველაფერი აქამდე რაც წაგიკითხავს, არ უნდა რაღაცა მეხსიერებას, არ უნდა ავარჯიშებდე და უბრალოდ უნდა უსმენდე იმ ადამიანს და ის ადამიანი გასწავლის ყველაზე მეტად რა ჭირდება მას. ლუკა, რა აწუხებთ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს? აი, გარდა სოციალური პრობლემებისა, ვთქვათ, რაღაცა სხვადასხვა ტიპის ყოფითი საჭიროებების გარდა, აი, კიდევ რა არის მთავარი, რაც არის ადგილარი დღევანდელი ახალგაზრდების? ალბათ ყველაზე მეტად მაინც რა პრობლემაც არის, გარდა აი ამ სოციალურისა, არის მშობლებთან ურთიერთობა ალბათ უფროსთაობასთან არ ვიცი რა დავარქვა ამას აცდენა ხო ალბათ ღირებულებებში აცდენა არ ვარ ოპტიმისტი ადამიანი და მგონია რომ ამ ხრივ მგონია რომ რაც უფრო დრო გადის მით უფრო დაშორებას ვხედავ მე და ძალიან ცუდი არ მომწონს ეგრე რო არის მაგრამ მგონია რომ ახალი თაობა ვერ кайფობს ძველი თაობის кайფებით, ხო? და ეგ ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა თვითონ ერის. რა არის ახალი თაობის кайფები და რა არის ძველი თაობის кайფები? ჭყალებში ბოდიშს ვიხდი მაყურებელთან. ახალი თაობა რაღაცებში უფრო მეტად გახსნილია. ისეთ საკითხებზე შეუძლიათ რომ იხუმრონ, რაც ძველი თაობის ადამიანებისთვის შეიძლება ტაბუდადებული იყოს და მიუღებელი იყოს. საკუთარ თავზე ხუმრობას თუნდაც. აი ძველ თაობაში მე ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ვავჩნევ თვითირონიას, რასაც ახალ თაობაში უფრო ვამჩნევ, უფრო მეტად. მაგრამ რა თქმა უნდა ძველ თაობასაც ძალიან ბევრი აქვს ისეთი რამ, რაც მართლა საკაიფოა. მამაჩემის, დედაჩემის მეგობრებთან, მეგობრების წრეში, რავით, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დროის გატარება და არ არის რაღაცა მოვალეობის მოხდის მიზნით. მაინც რაღაცა ვფიქრობ, რომ არ არის ეს ისეთი სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ თქვათ თაობები ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთთან. კი, ხო, რა თქმა უნდა. ის ადამიანები სულ სხვა წყობაში, სულ სხვა რეალობაში, სხვაობა რადიკალური რა თქმა უნდა გვექნება. 2003 წლის მერე რაღაცა თითქოს ახალი ქართველის შენება დაიწყო რა. და რომელსაც მე მგონი ეგ იყო შეცდომა ზუსტად იმ ხელისუფლების, რომ იმდენად სწრაფი იყო ეგ, რომ ვერ დაეწია უბრალოდ ხალხი და პრობლემა ეგაა ზუსტად, რომ ანუ ეგ არ უნდა მოდიოდეს ზევიდან, ეგ უნდა მოდიოდეს ყველა ვარიანტში ქვევიდან. რომ ანუ საზოგადოება უნდა მომწიფთეს იმისთვის, რომ ცვლილება განიცადოს და ზუსტად 2000 წლის მერე განათლების სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალა, ხო, დაიწყო ცვლილება საქართველოში და ალბათ ამანაც რაღაც გარკვეულწილად თავისი როლი შეასრულა, ხო? კი, და ჩემზე გადაიარა ამ განათლების ჩემ თაობაზე. გადაიარა ამ განათლების სისტემამ და რა ვიცი მე ჩემს მეგობრებთან ხშირად მაქვს ამაზე კამათი რომ ზოგიერთი მეუბნება რომ ესე არის საჭირო მაგრამ მე ვერ ხვდები ჩემს თაობას რატო არ უნდა ესწავლა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია აი რატო არ უნდა მესწავლა 91-ში რა მოხდა საერთოდ და მაინც და მაინც ყველაზე მთავარი რაც იყო ანუ საიდანაც იწყება თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მან არის ძალიან დიდი გეფი ანუ არ ვიცით ვინ არის ანუ სკოლა დამთავრებულმა ახალგაზრდამ არ იცის მაგალითად თენგიზ კიტოვანი ვინ არის ჯაბა იოსელიანი კარგი კაცია ცუდი კაცია თუ კონტროვერსიალური პიროვნება ზვიად გამსახურდია პატრიოტი იყო ცუდი პოლიტიკოსი იყო თუ რა იყო საერთოდ მერაბ კოსტავა რატო უყვარდა ასე ხალხს და ანუ ასე შემდეგ ანუ არ ვიცით რეალურად ჩვენი ისტორია საიდან მოვდივართ საით მივდივართ რა გვინდა საერთოდ და მე ვფიქრობ რომ ეგ ისტორიის მასწავლებლების და ქართული ენის მასწავლებლების მთავარი როლი უნდა იყოს, რომ ჩემი აზრით ამ ორ საგნის პედაგოგს შეუძლია ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე რო გაზარდოს და ერთი პერიოდი მეგონა რომ ნებისმიერი რაღაცის სწავლა შეგიძლია თუ შენ მოინდომებ და შენით რაღაცას იმასა, მაგრამ მე როდესაც შემხვდნენ მე კარგი ვთქვათ პედაგოგები, საწინააღმდეგოში დავrწმუნდი. რომ ანუ რაც არ უნდა შენით რაღაცები მოინდომო და ისწავლო და იშრომო ხო თუ ვიღაცა შეგხვდა კარგი პედაგოგი აი მასწავლებელი რასაც ქვია რომელსაც რაღაცები გავლილი აქვს უფრო მეტი იცის შენთან შედარებით ხო გაცილებით მეტი ფორა გაქვს ცხოვრებაში განათლების ცენტრში ვმუშაობ
პედაგოგად ფსიქოლოგიის. და იქ მქონდა ეგეთი შემთხვევა, რაღაც პირველ ყოფილ ადამიანებს განვიხილავდით და უცებ ვახსენეთ, რომ თქვენი აზრით მეთქი, რატო სწავლობთ ისტორიის წიგნებში, რომ ამერიკა აღმოაჩინეს. ამერიკაში ხო ცხოვრობდნენ ხალხი, სადაც ინდიელები იყო, რამ ტომები იყო, ტომები კი არა ცივილიზაციები იყო, ხო, მაიას, აცტეკას. მაგრამ ისტორიაში სწავლობთ, რომ აღმოაჩინა კოლუმბმა სადღაც 1492 წელს და ანუ რეალურად ისტორია არის დასავლური ცივილიზაციის მიერ ნაკარნახევი. ანუ ის ვინ ძლიერია, ის წერს. და მაშინ მახსოვს ბავშვების გაოცება დავინახე სახეებზე, რომ ანუ არ აღმოუჩენიათ რეალურად, ანუ მანამდეც იყო, ხო, ანუ ამერიკა და მე შევაგდე ფაქტობრივად ეგეთი კითხვა, რომ აბა წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომი, რომ გერმანიას მოეგო, დღეს ისტორია როგორი იქნებოდა თქო. ალტერნატიულ ისტორიაში ვიქნებოდით, სადაც საბჭოთა კავშირი, ამერიკა, ვინსტონ ჩერჩილი და ისინი იქნებოდნენ დემონები და ჩვენ ვიქნებოდით, აქ იქნებოდა რაღაცა მე მერქმეობდა ალბათ რაღაცა ჰერბერტი ან რაღაც ეგეთი სახელი. მაგრამ საქართველოს აღარ იქნებოდა. არა? არ ვიცი. საქართველოს ალბათ მაინც იქნებოდა, იმიტომ რომ ანუ საქართველოს მე მგონი მუღამი ეგ არის, რომ აი ხა ძალიან ისე ვიტყვი სასაცილოდ, რომ მუღამი ეგ არის, რომ უბრალოდ ვიყოთ. არ არის კარგად ვიყოთ, ცუდად ვიყოთ, განვითარებულები ვიყოთ. ანუ ჩვენ მანდ ვართ რა, რომ აი თუ ჩვენი არსებობის რაღაც საფრთხე დგება, მან ძალიან მაგრები ვართ. ჯერ კიდევ ვედური ფილოსოფიიდან მოდის ის ცოდნა, რომ ქართველები მებრძოლი ხალხია. ხო, ბრძოლა ვიცით. აი მე გვიჭირს. გამოცდილება არ გვაქვს რეალურად. აი წყნარი, სიმშვიდის, სიწყნარის, შენების. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ქართული სუფრა, ქართულ სუფრაზეც ეგ ჩანს, რომ ანუ სივრცეს, სიცარიელეს ვერ ვიტანთ რა. სულ უნდა შევავსოთ, რაღაცეები უნდა იყოს შევსებული. ზედაპირული კი არ ვართ. უფრო ჩვენი კულტურა არის რაღაცა ფრესკული რა. ანუ არ არის ქანდაკება არა რა ჩვენი აი რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ანუ რომელსაც იქიდან შეგიძლია შეხედო, აქიდან შეგიძლია სიღრმე აქვს, რაღაცა იქ რაღაცა ბნელი მხარე აქვს. აი ეგენი ჩვენთვის ძალიან უცხოა რა. ჩვენ ვართ რომ კაი ხალხი, გადაყვებიან, პატივს გცემენ, თუნდაც რაღაცა შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გაგიტარებს, ოღონდ რაღაც არ გაწყენინოს, მაგრამ ნუ აი რო დარჩება მე მარტო სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი ფილმია ეგ ქართული, სახელი არ მახსოვს, უბრალოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმია, საბჭოთა კავშირის ქართველის აი ის არის რა, ანუ ძალიან მაგარი მაგალითია, ქართულ კაცთან არა. იყო შაშვი არ არის. ქართულ კაცთან ჩამოდის სომეხი მეგობრები კი არა, საერთოდ უცხოები არიან, სტადიონზე დინამოს თამაშია, იქ რაღაცა უყურებენ თამაშს, მერე წაიყვანს ამათ, დაათრობს, გადაყვება, დატოვებს სასტუმროში და მერე ბრუნდება და მეორე დილით სამსახურში რომ იდის, მეზობელს თხოვს რაღაც 3 მანეთი მას ესხეო. ანუ იმათ დაახარჯავს ყველაფერს და მეორე დილით გაფხეკილი. ძალიან საყვარელია, ძალიან კეთილია. ანუ მესმის რა, ანუ უნდა ჯიგარი აქვს რაღაცა და უნდა რომ ასიამოვნოს. მაგრამ იმას ვერ იხედება რომ ანუ არ გაქვს შესაძლებლობა და რატო შვები, ხო? ანუ მაგრამ ეგ არის რა, ანუ შენ ხარ ეგ, ანუ ეგეთი ქართველი რო ხარ ეგეთი. ხო, მაგაში იზრდები, მაგაში. ამაზე რო შევთანხმდეთ რომ შეიძლება სწორედ ეგ არის, რამაც აქამდე მოგვიყვანა. იქნება იმდენ ბედნიერებას განიჭებს რომ მთელი ცხოვრება რო ეს ყველაფერი აგროვო და მე სასახლე იყიდო 1% ვერ მიიღო იმ სიამოვნების, რაც ზუსტად მაშინ გაკეთებული საქმით. ასე რომ მე მაგაში პრობლემას საერთოდ არ არა, ხო, ალბათ ეგ ირონულად არა პრობლემა. ყველა მოკვდებით. უაჭველი ხო ყველანიები და ვერაფერის ვერ წავიღებთ. ერთადერთი რასაც წავიღებთ, ეგ არის მოგონებებს დავტოვებთ, ხო, რეალურად. ერთი დღით არ უნდა იცხოვრო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც შენი არსია და რაც შენ გენშია უნდა ქნა. და სხვათა შორის ეგეთი ადამიანები, რაც უფრო დრო გადის, უფრო ნაკლებად ხდება. იცვლება, შენაც თქვი ახალი ქართველი. ახალი ქართველი. სწორედ ეგ არის, რომ აი ეს ახალი ქართველი ანაცვლებს აი ეგ იმ ფსიქოტიპს, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან სამყაროს. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ შინაგან სამყაროს უფრო მეტად გაიცნობ, როდესაც სხვაზე იქნები უფრო მეტად დაინტერესებული. როცა აი ამ სინქრონულობას დაინახავ სხვასთან, ხო? ანუ როცა აი ამ კავშირს დაინახავ სხვასთან, მაშინ გაიგებ შენი თავის შესახებ ძალიან ბევრ რაღაცას. საკუთარი თავის ანალიზი ძირითადად მგონია, რომ ინტელექტუალური პროცესია და ადამიანებს ინტელექტუალური პროცესი აი რა ვიცი, აი ცუდი ტერმინია, მაგრამ ანუ რაღაცა იმას გავს რა. ვიტყვი მაინც მასტურბაციას გავს რეალურად რა. როცა ურთიერთობა იწყება, აი მაშინ ინტელექტუალურ პროცესზე უფრო ღრმა შრეებზე ხდება ჩასვლა, ზუსტად იმ
რა ვიცი, სულების რაღაც კავშირის დანახვას, ხო. მე წიგნი არ მინახავს რეალურად, რომელსაც სათაური აქვს, როგორ შეიძლება როგორ ვისწავლოთ, რომ დავეხმაროთ სხვებს. მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი მინახავს, რომელიც სათაური არის, რომ როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს, როგორ განვითარდე, როგორ ვიყო წარმატებული. არავინ არ გვასწავლის, როგორ შეიძლება რომ კარგი მეგობარი ვიყო სხვისთვის და ასე შემდეგ. რატო, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ კულტურა გახდა ორიენტირებული საკუთარ თავზე და ეგ არის მე მგონი ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ არ არის ადამიანი მოკალი და არ არის ადამიანი მარტო ხელა არსება, ანუ ადამიანი არის სოციალური არსება. ადამიანმა უნდა ისწავლოს სხვებთან ცხოვრება და არა მარტო ცხოვრება. აი რაც არ უნდა შენ შიგნით იხედო, როგონია რომ გადამუშავებული გაქვს უკვე და გავლილი გაქვს, ეგ ვიციო რომ ამბობ, ისეთ სიტუაციაში ამოყოფ თავს უცებ, რომ ზუსტად გააცნობიერებ, ან ვიღაცა სხვა დაგანახებს, რომ ზუსტად იქ ხარ გაჩერებული, სადაც დაიწყე. აი როგორ ფიქრობ? დასავლური ცივილიზაცია ეგ არის? დასავლური ცივილიზაცია არის კითხვების დასმა. დროშა დავინახე და მაგიტო რაღაცა მოვიდა. დასავლური ცივილიზაცია მე პატივს ვცემ, იმიტომ რომ ცივილიზაციის მთავარი მომენტი არის, რომ ყველაფერში შეიტანე ეჭვი. ის რომ რაღაცაში დარწმუნებული ხარ, ეგეც არ არის უკვე კარგი. აუცილებლად ეჭვები გქონდეს. თავარია ისწავლო შენს ამ ეჭვიან თავთან ერთად ცხოვრება. არ იყოს შენთვის აუტანელი კითხვების დასმა. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი, რატომაც დასავლური ცივილიზაცია ესე განვითარდა. იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად ყველაფერს აკრიტიკებენ, იქ ბრმად არ მიყვებიან. არა, ხო, არ მიყვებიან, ყველას აკრიტიკებენ და იქ არ არის ეგეთი გაგება, რომ რაღაცა მე პიროვნულად შევეხე იმას, რახანის გავაკრიტიკე და ის რაღაცა ვეღარ ვიტან იმას და ასე შემდეგ. იქ ავტორიტეტები ძალიან მარტივად იმსხვრევა. უბრალოდ, ანუ დასავლეთში მე რაც მაკლია, უფრო მეტად ანუ დასავლური სოფხედველობა ორიენტირებულია ინტელექტუალურ პროცესს. უფრო ნაკლებად არის იქ შეგრძნებები. შეგრძნებები. მაგიტომაც არ არის მყარი. ნაკლებად აკეთებს აქცენტებს, თქვათ, აი შეგრძნებებზე შინაგან სამყაროზე, ოღონდ გრძნობით შეიძლება ვთქვათ. აი აღმოსავლეთი პირიქით არის. ანუ აღმოსავლეთს მე ეგრე ვხედავ, რომ ნაკლებად ინტელექტუალიზირებაა და უფრო მეტად არის რაღაცა შეგრძნებებზე, განცდებზე აქცენტირება. ხო, ადამიანები გამუდმებით რაღაცა მიისწრაფიან და განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ მიისწრაფიან, ოკეანეს იქეთ მიისწრაფიან. რაღაცების აღმოჩენა უნდათ, რაც უკვე აღმოჩენილია, ხო? და აი რაღაცა ეს ბალანსი სად იქნება სხვასთან და ჩვენთან. ბალანსია ისედაც ის მიწა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ხო, ანუ კი, მაგრამ ჩვენ შინაგანად როდის ვიპოვით ამ ბალანსს, რომ ჩვენ რეალურად არც არაფრის აღმოჩენა არ გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ. იქ თუნდაც დასავლეთში რომ უნდა, ეგეც ზედაპირულად უნდა, ანუ რეალურად ის დასავლეთი რეალურად რაც არის დასავლეთი, ეგ სინამდვილეში არ უნდა ქართულს ჩემი აზრით. ფეხბურთი მიყვარს ძალიან. ფეხბურთის მაგალითი რომ მოვიყვანო. ამას წინათ ოლივერ კანი გააკრიტიკა ლოთარ მათეუსმა. ორი გიგანტი გერმანული ფეხბურთის. ეგ რო საქართველოში მოხდეს მაგალითად, რა ვიცი, ანუ პირობითად ვამბობ, კობიაშვილი რო გააკრიტიკოს არველაძემ, თქვათ. აი, ეგ შეიძლება კიდე მოხდეს, ნუ არველაძემ შეიძლება ქნას. მაგრამ არ გააკეთებს მაგაც ამას, რა ვიცი, არც ერთი სხვა ყოფილი ვეტერანი. რატო? იმიტომ რომ ერთი ქალაქია, ის არის, ეს არის, რატო თქვა საჯაროდ ცალკე ვეწყვით თუ რაღაცა სათქმელი მაქვს. მართალი ხო? ხო და აი რატო გადავიმტერო ამდენი კარგი მოგონება? და კაია თუ ცუდი, აბა ეხა ეგ მეგობარი. მეც არ ვიცი მაგაზე და მე სხვა რაღაცას გადმოფიქრია. ხო, კი, შეიძლება გადმოდის რაღაცეებში, ხო. ანუ ეგ არის შენი გაგებით ქართველობა? ქართველობა ეგ არის ხო, რომ ანუ ქართველობის ყველაზე მაგარი გამომხატველი სიტყვა არის უხერხულია. აი, მე მგონი, ანუ არც ხო, უხერხულია, ანუ და გასაგებია უკვე ყველაფერი, რომ ნუ არ გააკეთო, უხერხულია. ყოველთვის მახსენდება საფრანგეთის მაგალითი ყვითელჟილეტიანების თემა, როდესაც 20 ცენტით, სულ რაღაც 20 ცენტით გაძვირდა ბენზინის ფასი და მთელი საფრანგეთი გამოვიდა გარეთ. მაგალითად ქართველი არ გამოდის. ქართველი გამოდის აქციაზე, ვთქვათ, ანუ საპროტესტო აქციაზე, ემოციურ ნიადაგზე, არ გამოდის რაციონალურ ნიადაგზე. და მე აი როცა გამოდის, ხო, ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს იქ დგომის. და რას გულისხმობ ამაში, რომ აი მაგალითად გრძელვადიანი აქციები თუ იგეგმება, აი მანდ ქართულს ყველაზე მაგრად უჭირს რა, იმიტომ რომ აუ ახლა იქ ვიარო, იქ ვიღაცა დამინახავს, აუ და რა შედეგი იქნება, არ იქნება, აი მაცალეთ ერთი და მე მიდის სახლში რა, ანუ რაციონალურად არ უდგება, რომ მაგალითად უნდა ვიდგე, უნდა მოვითხოვო, უნდა თქვა გავაპროტესტო, იმიტომ რომ ეს უნდა გავიტანო, აი ეგ განცდა არ გვაქვს რა, ანუ ჩვენ გვაქვს უფრო რომ რას ქვია
და რაღაც გავედით და რაღაც დავამხოთ ესენი და მე რაღაცა 2 დღე 3 დღე და უკვე ფრუსტრაცია რომ იდის ხო კი ბატონო აბსოლუტურად გამოცდილება არ გვაქვს ვიღაცა ანუ ადამიანი მე ყოველ შემთხვევაში ასე მჯერა რომ ადამიანების ჯგუფი იცვლება მაშინ როდესაც ვიღაცა ერთი შეიცვლება და ის შეცვლის სხვებს რა ხდება ხოლმე იმ დროს, როცა ამ ემოცია გროვდება და ამას ვერაფერს ვერ უშვები. არა მხოლოდ საქართველოში ყველგან ესე ადამიანებს წვენიათ ემოციის გამოვლინების და განსაკუთრებით მამაკაცებს. ემოცია არის რაღაცა მობილიზებული ენერგია, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს ორგანიზმიდან. თუ ეს არ გამოთავისუფლდა, მერე ეს დაბლოკილი, ანუ არ გამოთავისუფლებული ემოცია, ენერგია შიგნიდან ღრნის ორგანიზმს. ერთ-ერთი მიზეზი ქალებში განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების რისკი არის ეგ დაბლოკილი ემოციები, ანუ არ გამოხატული ემოციები. მამაკაცებში ფაქტობრივად ორივეს ახ ქალებსაც და მამაკაცებსაც აქვთ კონკრეტული ემოციები, შეიძლება რომ გამოხატო, რაღაც კონკრეტული ემოციები შეიძლება რომ არ გამოხატო. მაგალითად, მამაკაცი უფრო თავისუფალია ბრაზის გამოხატვაში, თქვათ, გაღიზიანების ხო, როცა არ არის თავისუფალი, ვთქვათ, რომ იტიროს, ხო, ანუ სევდა რომ გამოხატოს, ხო? ანუ არ არის თავისუფალი მაშინ, რომ შეშინდეს. ანუ მამაკაცი არ უნდა შეშინდეს, ხო? მამაკაცი თუ შეშინდა, ამ დასრულებულია იქ მამაკაცობა, ხო? იქ რაღაცა იფიქრებს, რომ ჩემს გვერდით ქალი ვერ იქნება, რაღაცა დაცული. ხო, სისუს და ნუ დასრულებულია იქ უკვე მამაკაცი ურტყამს მოკლედ ძალიან, ხო? ქალი შეიძლება თავისუფალი იყოს იმაში, რომ თქვათ შეშინდეს, მაგრამ ანუ ქალი შეიძლება იყოს თქვათ აი შეზღუდული რაზი რომ გამოხატოს და სადღაც აიმაღლოს ხმა, ხო? სადღაც დააფიქსიროს თავის პოზიცია, რომ რაღაცას არ ეთანხმება წინააღმდეგი. თუნდაც იყვიროს. იყვიროს თუნდაც. აი მამაკაცების შემთხვევაში შემდეგ რა პროცესებამდე მიდის ეს ხო არ იკარგება, უკვალოდ არ მიდის, რა თქმა უნდა, გროვდება და მე ხდება ეგეთი რამ, რომ ანუ უკვე არიცი ამას რა უყო, იმიტომ რომ არავის არა მხოლოდ ჩვენს კულტურაში, არამედ სხვადასხვა კულტურებში ეს უნდა ისწავლო ბავშვობაში. ანუ ეს უნდა გასწავლოს მშობელმა რა უყო ემოციებს. მაგალითად, როგორ გამოხატო ემოცია, რომ დაარქვა სახელი, სად იგრძნო სხეულში, სად არის, როგორ გამოათავისუფლო და ასე შემდეგ. ამას თუ არ სწავლობ და არ გისწავლია და როცა მაგალითად დიდი ხარ უკვე დასრული ხარ და თქვა, როცა აღარ იცი უკვე რა უყო ამ ემოციას, ხო? მე ეძებ უკვე რაღაცა საშუალებას, რომელიც დაგეხმარება ამ ემოციის გამოშვებაში, ან ამ ემოციისგან გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში. ამის იდეალური მაგალითია ალკოჰოლი. ამის იდეალური მაგალითია მაგალითად რაიმე ფსიქოაქტიური საშუალება, რომელსაც რომ მიიღებ, აი მაგალითად თქვათ ხო მარიხუანა ხო მაგალითად ხო მარიხუანას მიიღებ და რელაქსირდები და უცებ აღმოაჩენ რომ ამდენი ხანი ამას ვეძებდი, ამდენი ხანი ვერ ვდუნდებოდი ხო რა და შესაბამისად მე უკვე ბუნებრივია რომ ფსიქიკას რაც დიდი ხანი აკლდა იმისკენ გეკაჩება ხო იმისკენ მიყავ ხარ და შენს ამბობ საიდან სად მივედი კი საიდან სად მართლა რა დიდი რაღაცა ჯაჭვია ხო და მე უკვე როგორი რაღაცა იცი როგორი პროცესია იცით რომ ანუ განტვირთვისთვის, რელაქსაციისთვის, რეკრეაციისთვის ისე და ხდები მე დამოკიდებული. ნელა რაღაცა მომენტში გეკარგება უკვე ეს კონტროლის განცდა და მე უკვე ან შეიძლება არა მხოლოდ ანუ ფსიქოაქტიური ნივთები შეიძლება რა ვიცი სექსის მიმართ გქონდეს რაღაცა უკონტროლო დაუოკებელი რაღაცა ტოლვა ხო მოთხოვნილება და ვერ აკონტროლებდე საკუთარ თავს და ყველასთან გინდოდეს საკმარისობის შეგრძნება არ გიყვარს. სხვადასხვა მიმართულებით ვიღაცა შეიძლება ვორკაჰოლიკი გახდეს, ანუ სამსახურში გადაეშვას და იქ 24/7-ზე მუშაობდეს და სხვა არაფერი არ აინტერესებდეს და იმით ივსებოდეს. მოდის აი ძალიან წარსულიდან რა, რომ აი ემოციების რეგულაცია არიცი. ანუ არიცი როგორ იცხოვრო რაღაცა ემოციებთან. რაც უნდა ისწავლო ბავშვობაში. ალბათ სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეგ არის, რომ აი როცა პატარა ხარ, რაღაცა რო გეწყინება, თქვათ, ხო? დაიხარჯო უნდა გამოუშვა უნდა ემოცია ეს რატო არ გვასწავლეს ჩვენ ბავშვობაში რატო არ ანუ ჩემ მშობლებს მათი მშობლებისგან არ უსწავლია და საიდან უნდა ესწავლათ ანუ რეალურად
ანუ უნდა გასწავლოს ვიღაცა უფროსმა, ან ვიღაცა თანატოლმა უნდა გასწავლოს ეგ. ინტელექტუალურად არ მოდის. ეგ მოდის გამოცდილებით. აი მაგალითად როგორ უთხრა ბავშვს, რომ გარდაიცვალა ვიღაც. მოდი არ ვეტყვი. ანუ მშობელი იტყვის, რომ მოდი არ ვეტყვი საერთოდ ბავშვი, იმიტომ რომ არ მინდა რომ იტიროს. და იტიროს. ანუ რა პრობლემაა? ტირილია პრობლემა? იტიროს და შენც იტირე. ანუ მასთან ერთად იტირე და აჩვენე, რომ შენც განიცდი და მასთან ერთად განიცდი და ზუსტად მაშინ იგზნობს შენ სიხშირეზე დაჯდომას, ხო და მაშინ იგზნობს, რომ ერთიანობაა რეალურად და არა ის, რომ შენ ძლიერი ხარ სულ მშობელი და შენ თუ ძლიერი ხარ, იმან შეიძლება იფიქროს, აუ მე სუსტი ვარ, დედაჩემს ან მამაჩემს რატომ ენდომები სუსტი და მოდი მეც არ ვიტირებ, ხო? და მოდი მე ჩავკეტავ ემოციებს და ანუ ხო არის ხოლმე რომ მშობლები ემოციებს არ გამოხატავენ სწორედ იმიტომ რომ ბავშვის ფსიქიკა არ დაზიანდეს. ამ დროს რა ხდება? აი ზუსტად ეგ ხდება, რომ ანუ მე ბავშვი, აი თან ბავშვის შემთხვევაში პრობლემა ეგ არის. მაინც ხო გრძნობენ ის ბავშვები, შენ ჩაკეტილ და ჩაბლოკილ ემოციას მშობლისას ხო გრძნობენ. კი და მე იცით ყველაზე ცუდი რაც ხდება, აკეთებენ დასკვნას, რომ თვითონ არიან პრობლემა. აი მაგალითად მშობლები შეიძლება იყვნენ სტრესში, დაძაბულები იყვნენ შეიძლება მშობლები და ბავშვი რა არის, ხო, ანუ ბავშვი არის მაინც ეგოისტი არსებაა, ხო, რეალურად მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა პერსპექტივები გაითვალისწინოს. ხო, ანუ მაინც ნარცისულად უყურებს ბავშვი სამყაროს, ხო, ცენტრშია რეალურად. და შესაბამისად რაღაცა დასკვნას რო აკეთებს თავისი პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ მე თუ ვარ სამყაროს ცენტრი და ჩემ მშობლებს შორის თუ ხდება რაღაცა დაძაბულობა, კონფლიქტი, სტრესი, მაშინ ჩემი ბრალი ყოფილა. ესე იგი მე ვარ ცუდი. მე თუ ცუდი ვარ, მაშინ მე არ ვიმსახურებ რაღაცებს და მე მან მიდის მოკლედ ფსიქიკის შენება, რომ აი მე ესეთი ტიპი ვარ, რომელმაც მშობლებს შორის რაღაცა განხეთქილება გამოიწვია და მე შეიძლება რო გავიზრდები საერთოდ სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობები არ მინდა. იმიტომ რომ არ არის ჩემი, ვთქვათ, დასკვნა გავაკეთო. ანუ ნახეთ, ანუ რა არის მანდ ორი მომენტი. ერთი არის რომ ემოციური რეგულაცია ირღვევა და მეორე ადამიანი აგებს ნარატივს, ანუ რაღაცა ისტორიას თხზავს, რომ ეგეთი ტიპია. და მე ამ ნარატივით ცხოვრობს და ეს ნარატივი იმდენად უყვარდება, იმდენად მისია, ხო, რომ ანუ მე ვეღარ ელევა. აი მაგალითად თუ მე ავაგე ის ნარატივი, რომ რომანტიკული ურთიერთობები ჩემი არ არის და მე მარტო ვარ თავისუფალი და სხვა არ მჭირდება, ეს ნარატივი თუ აქვს შეთხზული, ხო? იმდენად არის შესიზღოცებული ამ ნარატივში, რომ იმას ვერ დააჯერებ ვერაფრით, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში უფრო ბედნიერი შეუძლია რომ იყოს. ანუ ვერ დააჯერებ იმ ადამიანს ვერანაირად. გეტყვის, რომ მე თავისუფლებას ვკარგავ რომანტიკულ ურთიერთობაში. მე, რა ვიცი, ჩემი სივრცე მერღვევა. და რაც არ უნდა უმტკიცო, რომ ანუ რეალურად ადამიანი მაშინ არის ყველაზე ბედნიერი, რომ ვიღაცას ნახავს, ვიღაცა შეუყვარდება, სიყვარულის გაცემა შეუძლია, არა. ის არის ბედნიერი მარტო, როცა გზნობს თავს და ნუ ეგ მოდის. ანუ ადამიანის საუკეთესო მაგალითი ცხოვრების გზის გავლის არის მშობელი? რა თქმა უნდა, მაგრამ არა მხოლოდ. ამას წინათ უსმენდი ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ფსიქოლოგს და ამბობს ესეთ რაღაცას დაგისვამთ, აი თქვენ სამკითხვას. თქვენი აზრით, ვინ იყო ყველაზე კარგი მშობელი? ადამი და ევა. ყველაზე კარგი მშობლები ყოფილან პირველყოფილი ადამიანები და რატო? ერთად დადიოდნენ, თქვათ, ერთად აკეთებდნენ საჭმელს, იყო სულ ერთიანობა. და თავარი მომენტი კიდევ რა იყო, რატო არა მხოლოდ მშობლები. ბევრ ადამიანთან ქონდა პირველყოფილ ბავშვს მიჯაჭვულობა. ეგ არის ჩვენი ბუნება რა. ანუ მაქიდან მოდის ადამიანი, ეგ არის მისი ბავშვობა, რეალურად კაცობრიობის ბავშვობა, ეგ არის რომ ბევრზე ხარ მიჯაჭვული. და ეხლა იზრდები ერთზე თუ ხარ მიჯაჭვული, ეგ არის მოკლედ ძალიან კარგი ვარიანტი და ხანდახან საერთოდ არავის არ ხარ მიჯაჭვული და ეგ საერთოდ კატასტროფა ხდება მაგ დროს რა, იმიტომ რომ როცა არავის არ ხარ მიჯაჭვული, მაშინ იწყებს ფსიქიკა თვითრეგულირებას პატარა ბავშვის. პატარა ბავშვის ფსიქიკა თვითრეგულირებას თუ იწყებს, იმას არანაირი უნარი არ აქვს, რომ რეგულირება მოახდინოს და ბლოკავს ყველაფერს. ანუ იმას სწავლოს, როგორ ჩაკეტოს რაღაცეები. და აი რო კეტავს, აი მან დიწყება მე თავარი ამბები. რა მაინტერესებს იცი? ეს ხომ მარტო წიგნებიდან ნასწავლი არა გაქვს შენ ახლა დაკვირვება, გამოცდილება, როდის მოასწარი? ან სიმართლე რო თქვა, არ არის ეგეთი ახლა მართლა რაღაცა ისეთ რაიმეს არ ვლაპარაკობ, ანუ ჩემ თავდაბლობა არა, მართლა, ოღონდ აი გულწრფელად ვამბობ, ანუ ჩემი სფეროს, თქვა, წარმომადგენლებისთვის ახლა შეიძლება ანიბანის საუბრობ. მასაც გააჩნია, ხო? ანუ როგორ ამბობ ამ ყველაფერს?
თეორიულად კი არა. ამ ყველაფერს ამბობ. მადლობა. შენ რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან მიხარია პირველ რიგში რომ შენნაირი ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. და მინდა რომ კიდევ ბევრი შენნაირი ახალგაზრდა იყოს ამ ქვეყანაში. მერსი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებას უსურვებ თქვენს გადაცემას, იმიტომ რომ ჩემ რაღაცა უცებ გაირბინა, ძალიან საინტერესო იყო. ბასი, ერთად, კი, საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ძალიან საჭიროა ესეთი საუბრები. კი, ნამდვილად.